ვარ დევნილი, მამაც ასევე დევნილი მყავდა, წინა წელს გარდაიცვალა, დედაც და მთელი ოჯახი, ესე რომ ვთქვათ, ვართ დევნილები. არასდროს არ მქონია საკუთარი ფართი. მე ჩემს ოჯახთან ერთად, რამაც მაიძულა პირველ რიგში ასეთ შენობაში შევსულიყავი, ეს იყო უსახსრობა. ის რომ არ მქონდა ფართი და არც მქონდა იმის საშუალება, რომ რეალურად დღევანდელ პირობებში საქართველოში ბინა შემეძინა. პირველ რიგში ეს, მეორე რიგში ის, რომ არასდროს არ დამხმარებია სახელმწიფო. სამჯერ მაქვს ზუსტად მიმართული დევნილთა სამინისტროსთვის, ორჯერ როცა გამოცხადდა ბინებზე განცხადების შეტანა შევიტანე, მაგრამ არანაირი არც კი და არც არ მომსვლია და მესამეჯერ როცა იყო სოფლად სახლის შესყიდვასთან დაკავშირებით საუბარი, იქაც შეტანილი მაქვს განცხადება და არც იქ არ მომივიდა პასუხი. მე ესე სპონტანურად ვიგებ, აი ამ ყველაფრის მერე დღეს ვიგებ, რომ ვარ კომპენსირებული თურმე, ვარ ფართით დაკმაყოფილებული, რაც არის მტკნარი სიცრუე, არანაირად ფართით დაკმაყოფილებული არ ვარ, სადაც უნდა როგორც უნდა ისე გადაამოწმონ. ნათი, ამას თქვენი იგებთ რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის მიერ გავრცელებული ცნობით თუ უბრალოდ პროპაგანდისტული არხების მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია? არა. იცით რა არის მანახეს ფოტო, სადაც ჩემი სახელი და გვარი წერია, ასევე ჩემი მეუღლის და ჩემი შვილის, რომ წერია, რომ მე ვარ ფართით დაკმაყოფილებული დევნილი. ნუ აი პირველი ემოცია რაც ამ ფოტოს ნახვის შემდეგ იყო, რომ აი საშინელი უსამართლობის შეგრძნება დამეუფლა, თუ მე კომპენსირებული ვიყავი, რატო აქამდე არ ვიცოდი და რატო მაშინ გავიგე, როცა ეს ამათ აწყობდათ და როცა მე ქუჩაში დავრჩი ფაქტიურად. ანუ რატო მოხდა ესე? მე მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია დევს საჯარო რეესტრში, რომ მე თურმე კომპენსირებული ვარ. ანუ ეს არის, აი არ ვიცი როგორ აგიხსნათ, რა სიტყვებით აგიხსნათ და რა სიტყვებით გადმოგცეთ, სრული სისულელე. არანაირად კომპენსირებული არ ვარ. არანაირად არასდროს არაფერი მე სახელმწიფოსგან არ მიმიღია და როდესაც მე უკვე იძულებული გავხდი, რომ არც პასუხი მომდიოდა არანაირი უკავშირი არ იყო, იძულებული გავხდი, რომ სადაც დავინახე, რომ ჩემნაირი ხალხი იყო, წელიწად ნახევრის წინ ზუსტად, მე რა ჩემი მეუღლეც მივედით იქ. იმ იმედით, რომ რაღაცა იქნებოდა, ან ის ადგილი გადმოგვეცემოდა, სადაც ვიყავით და რა პირობებშიც ვიყავით, ან რაღაცა იქნებოდა. ანუ ქუჩაში თუ დავრჩებოდით რეალურად, აი ამ ყველაფერს, ამ მოცემულობას არავინ არ ელოდა.